დონალდ ტრამპის მხარეს საბოლოოდ აღიარეს. რატომ? თავიდან უკრაინას დაფიდნენ პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას. მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეეშინდათ ასეთი გადაწყვეტილების და ამ ლიცენზიაზე უარისთმა დაიწყეს. ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტმა მაიკლ ვაისმა გამოაქვეყნა მასალა პირდაპირ დასკვნით. ერთი მხრივ უკრაინა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და უფრო დამოუკიდებელი გახდა. ამიტომ პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიცემა შეიძლება უკვე თავად უკრაინისთვის აღარ იყოს იმდენად მომგებიანი. რამდენადაც შეერთებული შტატებისთვის და მათი თავდაცვითი მრეწველობისთვის. ამობენ, რომ ეს შეიძლება იყოს დიდი სიმძლავრეები და უკრაინა შეძლებდა საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას. მაგრამ მეორე მხრივ, მაშინვე ირკვევა ნამდვილი მიზეზი ლიცენზიის გადაცემის შეყოვნების. აღმოჩნდა, რომ კომპანიები Raytheon და Lockheed Martin ოფიციალურად ხსნიან შეშფოთებას თითქოს ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის გამო. მაგრამ სიამდვილეში ისინი შიშობენ, რომ უკრაინელები წარმოებას უფრო სწრაფად და რაც მთავარია, უფრო იაფად მოაწყობენ, ვიდრე ამერიკული ქარხნები და შეკვეთები უკრაინაში გადავა. ამავე დროს თეთრ სახლში შიშობენ, რომ რადგან უკრაინა აღარ არის დახმარების მთხოვნელი და დღეს საერთოდ არაფერს იღებს აშშ-სგან უფასოდ, დონალდ ტრამპს კიევზე ზეწოლის ბერკეტები პრაქტიკულად აღარ დარჩა. მე მქვია ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. აქ ძალიან საინტერესო ინსაიდები გამოჩნდა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულთან. ამიტომ შემოწმეთ ახლა. შესაძლოა თქვენ უყურებთ ჩემს გამოშვებებს, მაგრამ ჯერ კიდევ რაიმე მიზეზით არ გაქვთ გამოწერა. ამ ვიდეოს ქვეშ დააწექით გამოწერის გილაქს, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. თუ გააკეთეთ, დიდი მადლობა თქვენ. მოდი დავიწყოთ ქრონოლოგიით. თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილება პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე უკრაინაში. რადგან ეს თავისთავად ძალიან საჩვენებელია. ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ 28 ივლისს დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინა შეძლებს მიიღოს ლიცენზია პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების წარმოებაზე. მაგრამ უკვე 2 დღის შემდეგ მან ესცა და გაეფანტა ნებისმიერი პოზიტიური მოლოდინი და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. 8 აგვისტოს ვლადიმირ ზელენსკიმ კვლავ მიანიშნა, რომ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა პატრიოტის რაკეტების ლიცენზიის გაცემას, თუმცა თეთრმა სახლმა ეს საჯაროდ ჯერ არ დაადასტურა. და აი გამოცემა The Atlantic აღნიშნავს, რომ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ სინამდვილეში არასდროს ყოფილა კეთილდანწყობილი, თუმცა დრო და დროის მზად არის მისთვის რაღაც კარგი გააკეთოს. შემდეგ კი ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი ზარი ან სტივენ ვიტკოვის ვიზიტი მოსკოვში. და ეს ყველაფერი კვლავ აღვივებს მის მტრულ დამოკიდებულებას კიევის მიმართ. მაგრამ ამჯერად დონალდ ტრამპის სიფრთხილე ვლადიმირ პუტინს არ უკავშირდება, რადგან შეგახსენეთ უკვე 1 თვე გავიდა იმ დროიდან, როდესაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაფირდა ვლადიმირ პუტინს, რომ დაურეკავდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაურეკავს და საერთოდ არ აუხსნია არაფერი. შეგახსენებთ, 8 ივლისს ანკარაში ნატოს სამიტის დროს ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეხლა ზელენსკისთან ვილაპარაკებ, გამოვალ და მაშინვე დაურეკა ვლადიმირ პუტინს. მაშინ თვითონ პესკოვით ამბობდა, რომ დიახ, ამ ზარს ველოდებით. ვლადიმირ პუტინი მზად არის კონტაქტისთვის. მაგრამ უკვე მეტი ვიდრე 1 თვე გავიდა და არავინ არავის დაურეკა. პუტინი უბრალოდ დააიგნორეს. ნამდვილი მიზეზი ყოყმანის, რომელსაც თავად The Atlantic ამ ხელს ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყნობით, სხვა რამეშია. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, პატრიოტის სისტემის შემქმნელები ოფიციალურად ამაღლებულ შეშფოთებას ინტელექტუალური საკუთრების ქურდობით ხსნიან. ტექნოლოგიებს სხვას გადასცემს. მაგრამ ნამდვილი მიზეზი, როგორც გამოცემა წერს, კონკურენცია. და შემდეგ მათ ციტატას მოვიყვან. მათ ათუხებთ ის, რომ უკრაინელები იპოვიან გზას, გაუმჯობესონ პატრიოტი, შემდეგ კი მას მასობრივად უფრო სწრაფად და ბევრად იაფად აწარმოონ, ვიდრე ამას აშშ-ში არსებული საწარმოო ხაზები შეძლებენ. გამოცემა ამატებს ლოგიკურ გაგრძელებას. როცა ომი დასრულდება, უკრაინა შეძლებს აწარმოოს პატრიოტის რაკეტების ზედმეტი რაოდენობა, რათა გამოიყენოს ისინი აშშ-ში ან გადააკიდოს შეერთებული შტატების მოკავშირეებზე და პარტნიორებს. მისი გამოცდილების გათვალისწინებით უკრაინამ შესაძლოა შეძლოს ზედმეტი რაოდენობის წარმოებაც კი. მაშინაც კი, როცა ომი მძვინორებს და ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს ამერიკის წარმოებლებისთვის.
ამერიკული ქარხნები რეალურად ხედავენ, რომ უკრაინა დრონებსა და რაკეტებში საკმაოდ იაფ გამოსავალს პოულობს. და ეშინიათ, რომ პატრიოტის რაკეტაც კი თუ უკრაინელების ხელში მოხდება, შეიძლება უფრო იაფი გახდეს წარმოებაში. ანუ კომპანიებმა ფაქტობრივად უბრალოდ აღიარეს, რომ დღეს პატრიოტის რაკეტის ღირებულება ძალიან შეზღუდულია, გადაჭარბებულია და ისინი ხვდებიან, რომ სწორი მიდგომით მისი წარმოება შეიძლება გაიაფდეს. და ის სწორედ ამის ეშინიათ, რომ უკრაინელები ამას გააკეთებენ. ანუ ისინი მიიღებენ ლიცენზიას, დაიწყებენ წარმოებას და აღმოჩნდება, რომ სადღაც რაღაცაზე შეიძლება დაზოგვა, გაიაფება. და გამოა, რომ ეს რაკეტა არ ღირს იმ თანხას, რითაც Raytheon და Lockheed Martin მათ აშშ-ში ყიდიან. ამასთან მასშტაბური წარმოების ლიცენზიის შემთხვევაშიც კი უკრაინას წლები დასჭირდება. უკრაინელებს აქვთ აქტიური განვითარების პროგრამები. თითქმის ყველაფრის, რაც ჩვენ გვჭირდება. და ჩვენი მიზანია მომავალში სრულად თვითქმარი ვიყოთ. მაგრამ ჯერჯერობით უკრაინა თითქმის სრულად ეყრდნობა მოკავშირეებს გადამჭრელ რაკეტებზე. ამჟამად პატრიოტის წარმოების ლიცენზია აშშ-ს ფარდვებს გარეთ მხოლოდ იაპონიასა და გერმანიას აქვს. თუ უკრაინაც მიიღებს ასეთ ლიცენზიას, ეს საბოლოოდ მოაგორებს უკრაინის დამოკიდებულების საკითხს გარე მიწოდებებზე. მაგრამ სიამდვილეში Lockheed Martin-სა და Raytheon-ის გარდა კიდევ არის კომპანია Boeing, რომელიც კატეგორიულად უარს ამბობს თავისი ტექნოლოგიური დეტალის გადაცემაზე. საქმე იმაშია, რომ ამ მთლიანი ისტორიის ტექნიკური ცენტრი პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზირებასთან დაკავშირებით არის კონკრეტული სუპერსაიდუმო დეტალი, რომელზეც დღეს წერს გამოცემა The Telegraph. კიევის სასოწარკვეთილი სწრაფვის საფუძველი პატრიოტის მისაღებად არის პატარა რადარი, რომელიც დამზადებულია კომპანია Boeing-ის მიერ. Boeing-ი ალაბამაში ცნობილია როგორც აქტიური რადიოლოკაციური თავი PAC-SEMIC K-band. ეს როგორც ამბობენ, არის გადამჭრელი რაკეტის თვალები და ყურები. ის ამოიცნობს მოახლოებულ რაკეტას ფრენის ბოლო წამებსა და წამის მიასედებში და მიმართავს პატრიოტს პირდაპირ შეჯახებაზე, რის შედეგადაც ანადგურებს ამ ბალისტიკურ რაკეტას. აი ეს დეტალი იმდენად მოწინავეა, რომ თეთრი სახლი მის ექსპორტს ზღუდავს, თუნდაც ყველაზე ახლო მოკავშირეებისთვისაც კი. ამიტომ უკრაინისთვის ამ დეტალზე ძდომის შეზღუდვა შეიძლება გადარჩენის საკითხად იქცეს, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზა. Boeing-ი უბრალოდ კონკრეტულად ამ დეტალს მიაწვდის უკრაინას, ხოლო უკრაინა თავად აატყობს რაკეტას, ანუ თავად ამ რადარებს არ აწარმოებს. და აღნიშნავ, რომ იაპონიასაც კი, რომელსაც ლიცენზია ჰქონდა, 3 წელი დასჭირდა PAC-3 რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდისთვის. ანალიტიკოსების მოლოდინით უკრაინასაც დაახლოებით იგივე დრო დასჭირდება, თუმცა ზოგი ანალიტიკოსის მონაცემებით შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება 1 წლამდე. იმიტომ რომ იაპონიას არ ჰქონდა საგანგებო მდგომარეობა, მათ შეეძლოთ მშვიდად და აუღელებლად აეწყოთ ეს რაკეტა, გაეშვათ, გამოეცადათ და ასე შემდეგ. ჩვენ ასეთი დრო არ გვაქვს. და აი გადამდგარი გენერალი Phil Bridlow-ი ეს არის ყოფილი სარდალი აშშ-ში შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა. ასახელებს კიდევ ერთ რეალურ შეშფოთებას ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით. ციტატა. მარფა ვფიქრობ, რომ არსებობს შიში თუ ამ ტექნოლოგიას უკრაინას გადავცემთ, ის როგორღაც რუსეთში აღმოჩნდება. და დონალდ ტრამპთან დაახლოებულმა წყარომ The Telegraph დაუდასტურა, რომ თითქოს ადმინისტრაციას უკვე ცნობილია შემთხვევების შესახებ, როდესაც უკრაინისთვის მოკავშირეების მიერ გადაცემული იარაღი ევროპულ შავბაზარზე ხდებოდა. სიამდვილეში ეს საკითხი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რამდენჯერმე უკვე წამოიჭრა, მაგრამ მე ვერ ნახე არანაირი მტკიცებულება, არც ანგარიშები, რომლებიც ამ ინფორმაციას მკაფიოდ დაადასტურებდა. დიახ, იყო უამრავი ჯორი იმის შესახებ, რომ ეს იარაღი შავბაზარზე ჩნდება, ეს იარაღი სადღაც ახლო აღმოსავლეთში ჩნდება და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთი ანგარიში არ ყოფილა. თუ თქვენ იპოვეთ, მადლობელი ვიქნები თუ ამ ინფორმაციას გამიზიარებთ ჩემს Telegram არხზე, Pitchy News, ბმული ახსე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში გამოიწერთ. თუ იპოვით ასეთ ანგარიშებს, რომლებმაც ჩაატარეს გამოძიება და დაადგინეს, რომ ეს ნამდვილად ასეა, თუ აღმოაჩენთ, რომ დასალური იარაღი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცათ, შავბაზარზე აღმოჩნდა, მადლობელი ვიქნები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არგუმენტადაც ჟრეს. Პრუს არის კითხვა, სად ფიზიკურად უნდა აწონეს რაკეტები? წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე ქარხანას ველური რუსების მთავარი სამიზნე გახდის. ამიტომ ახალი გადამჭრელი რაკეტები დიდი ალბათობით გერმანიაში ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში დამზადდება. ამ იდეას მხარს უჭერს იცით ვინ?
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ელბრიჯ კოლბი ის, ვინც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში საერთოდ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების გაწევას, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენთვის დაზვერვის მონაცემების გაცვლა შეგვიჩერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა კი მთავარი თეზისი გამოცემა ზე ატლანტიკისგან, რომელსაც დონალდ ტრამპსაც ეშინია. უკრაინა აღარ არის დახმარების მთხოვნელი. უკრაინის სამხედრო პოლიცია უფრო ძლიერია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ოდესმე ყოფილა, ის უკვე დამოუკიდებლად აწარმოებს შეერაღების მნიშვნელოვან ნაწილს. აჩერებს რუსეთის შეტევას და ტერიტორიებსაც კი იბრუნებს და ომი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიტანეს. გამოცემა უკრაინას ციტატა სამაგალითო მოკავშირედ მოიხსენიებს. თუ ისესხებს ტერმინს, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბი ისრაელთან მიმართებაში იყენებდა, და აი ფინურმა კომპანიამ Blackbird Group-მა დაითვალა, რომ გასული წლის ივლისში რუსულმა ჯარებმა თითქმის 5-ჯერ მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე ამ წლის ივლისში. ხოლო 2026 წლის თებერვალსა და ივნისში რუსეთმა ფაქტობრივად უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა. დღესდღეობით ომში 80%-ზე მეტი დანაკარგი დრონების მიერ არის გამოწვეული. მათგან უმეტესობას უკრაინა თავად აწარმოებს. ხოლო გასულ წელში კიევმა პირველად ჩეჩრის დაწყების შემდეგ დაამტკიცა იარაღისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, რადგან უკვე უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე თავად შეუძლია შეიძინოს. ამასთან დონალდ ტრამპს კიევზე ზეწოლის მთავარი ბერკედები თანდათან უკრება. საინტერესოა, რომ სწორედ მან ჩამოაყალიბა ასეთი პოლიტიკა, რომ ახლა ფაქტობრივად მას უკვე კიევის გადაწყვეტილებებზე პირდაპირ და სერიოზულ გავლენას ვეღარ ახდენს. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ტრამპმა მეორე ვადის პირველ წელს უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები 99%-ით შეამცირა. ეხლა ომის ხარჯებს ძირითადად ევროპა ფარავს, ხოლო ნატოს მექანიზმით გაწეული დახმარების მოცულობა მხოლოდ $7 მილიარდზე ნაკლებს შეადგენს. მაშინ როცა ყურადღება ჯო ბაიდენის დროს გამოყოფილი იყო $127 მილიარდი. ერთადერთი, რასაც აშშ კვლავ უფასოდ აძლევს უკრაინას, არის სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის სამიზნეების პაკეტები რუსეთის წინააღმდეგ დათმობისთვის. უკრაინა ასევე გახდა ერთ-ერთი იშვიათი მოკავშირე, რომელიც აშშ-ს გვერდით დადგა ირანთან ომში. მან რეგიონში ტექნიკური კონსულტანტები გაგზავნა SkyMap სისტემით, ირანული დრონების აღმოსაჩენად. ამიტომ შედეგი ასეთია. ირანში და უკრაინაში ომების ურთიერთკავშირი ნაჩვენებია. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარების მიმღები, ანუ უკრაინა, ასევე შეიძლება გახდეს სამხედრო დახმარების მიმწოდებელი თავად შეერთებული შტატებისთვის. გახსოვთ, როგორ ჯიუტობდა ტრამპი და ამბობდა, რომ არა, ჩვენ არ გვჭირდება უკრაინის დახმარება, რა გადამჭერები, რა უპილოტოები, რაზე ლაპარაკობთ საერთოდ. ეს ყველაფერი სისულელეა. მე აღიარა, რომ კი, მართლა კარგი გადამჭერები აქვს და ამიტომაც გამოვეკენეთ ისინი. ეხლა კი მთავარი კითხვა ისაა, თავად დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თუ აცნობიერებენ, რომ უკრაინა უკვე სრულიად სხვა მდგომარეობაშია. ეს აღარ არის ის უკრაინა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ტრამპს აღარ აქვს ზეწოლის ბერკეტი რომ თქვას, ან ამას აკეთებთ, ან მე რაღაცას გავაკეთებ. დახმარებას შევთვოთ, რომელიც ისედაც არ არსებობს. აჰა, პატრიოტის რაკეტებს არ მოგცემთ, რომელსაც ისედაც არ გაძლევთ. აი ახლა რა ზეწოლის ბერკეტები აქვს ტრამპს? თუ მთელ დინამიკას გადახედავთ, ერთი წლით ადრე ტრამპს შეეძლო ზელენსკისთან ასე ზემოდან ელაპარაკა. მასზე ზეწოლა მოეხდინა, ესაუბრა იმაზე, რომ თქვენ არ გაქვთ კოზირები. საერთოდ უნდა დათმოთ ტერიტორიები. ეხლა ესეთი რიტორიკა აღარ არის, იმიტომ რომ კოზირები გაჩნდა. მაგრამ ერთი რამ აშკარაა, აშშ-ში უკვე აშკარად ეშინია ზედმეტად ძლიერი უკრაინის. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვენი დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და გადაგავიწყდეთ ლაიკის დაჯერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით. გაგრძელება იქნება.